სიახლეებს გუშინ წერალთა სახლში გუშინ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთან წერალთა სახლის ერთობლივი პროექტის ჩვენი თავგადასავლის პრეზენტაცია გაიმართა. 2014 წლის 29 სექტემბერს გამართულ კონკურსში 14-დან 18 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი იყო 187 პროზაული ნამუშევარი, სლოგანით კედლის საათი უკვე 12-ს უჩვენებდა. ერთ დღეში შექმნილი მოთხრობებიდან კომპეტენტურმა ჟიურიმ საუკეთესოები გამოავლინა პროექტი დამწყები პროზაიკოსებისთვისა და წერის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების მხარდაჭერას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თელავში ვიყავით და იქ მახსოვს როგორ ნერვიულობდნენ, როგორ წერდნენ, როგორ აბარებდნენ, როგორ დამეგობდნენ ერთმანეთთან და ეს საბოლოო წერტილი არის წიგნის გამოცემა და პრეზენტაცია მის წერალთა სახლში. მე ვფიქრობ, რომ მათთვის იქნება ძალიან კარგი სტიმული სამოვალთ, იმიტომ რომ იციან თქვა სად არიან, სად ხდება ეს ყველაფერი და იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ესეთ წარმატებულ მუშაობას ჩვენთან ერთად. 23 ახალგაზრდა ლიტერატურულ მარათონში ჩაერთო კახეთში და დღეს გვაქვს იმ წიგნის პრეზენტაცია, რომელმაც სწორედ ის მოთხრობების შესთავაზა მკითხოს სულ დაიწერა წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.